სხვა რეგიონების მსგავსად სამეგრელო ზემოსვანეთის ყველა მოქმედ ეკლესიაში ერთდროულად ჩამოკრეს გლოვის ზარები. მღვდელმსახურებმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარეს სიცილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ყველა ტაძარში ჩაატარეს. ქვეყანაში გლოვა არის, გამოცხადებულია სამგლოვია, რომ ზარების რეკვა ყველა ტაძრებში და მონასტრებში და ჩვენს უწყვეტად აღვასრულებთ ჩვენი სულიერი მამის სულის მოსახსენებელ პანაშვიდებს ჩვენს ეკლესია მონასტრებში. ეს იყო ერთ-ერთი ეპოქალური პიროვნება, რომელიც შეიძლება ითქვას არის გამაერთიანებელი ჩვენი ერის როგორც ჩვენი ეროვნული გმირები. ადამიანი, რომელიც ირგვლივ არხევდა სიყვარულს, რომელმაც ერი-ბერი მოაბრუნა სარწმუნოებისკენ და რა ვიცი, ალბათ საუკუნეში ერთხელ იბადებიან ასეთი ადამიანები და რა ვიცი, მშვიდობით განისვენო სადაც არის და მისი დანაბარები, მისი ანდერძი და ის ქადაგებები ალბათ ჩვენში დარჩება სამუდამოდ. ძალიან ცუდი ამბავი, ძალიან სამწუხარო. ეს იყო ჩვენი ერის მამა, ეს იყო სიყვარულის სიმბოლო. ეს იყო საოცარი ადამიანი და ძალიან გვკივა გული ყველას, აი ხაც ცრემლები და მათგან თვალზე დაობლდა ჩვენი ქვეყანა, დაობლდა, ნამდვილად დაობლდა ჩვენი ქვეყანა და რა ვიცი, ეს სიყვარული, რომელიც დაგვიტოვა, უნდა ვატაროთ გულში და უნდა გვიყვარდეს მართლა ერთმანეთი, ეს საოცარი ადამიანი დავკარგეთ. ვერ გამოვთქვამ კიდე იმ დონემდე, სულ მეტირება და მეტირება. რა ვთქვა, არ ვიცი, აი ნამდვილად დაობლდა საქართველო. რა უნდა ვთქვა? კიდე არ ვიცოდით რა დონემდე ყვარებია ერთმანეთი. აი მართლაც და გააერთიანა საქართველო. საიდან და მუსულმანები კიდე რომ მოდიან და რომ იმაშრები. ეს არის რაღაც საოცრები. მივესალმები ყველა ქართველ ერს ასეთ უმძიმეს დღეში რომ გვერდით უდგანან ერთმანეთს. მრავალ ჟამიერს ასეთი ის ნათი ჩვენი პატრიარქი რაღაცა ისეთი გრძნობა მაქვს სიცარიელები გრძენი გულში.